თუ ვიტყვით სამი მთავარი მიზეზი რა არის გულის დაავადებების, ამ სამიდან ერთ-ერთია მაღალი ქოლესტერინი, მაღალი წნევა და მოწევა, ეს არის ტოპ 3 მიზეზი გულის დაავადების და გულის დაავადება იმიტომ ამნიშნულოვანი, რომ სოფლიოში ნომერ 1 მიზეზია სიკვდილიანობის, ანუ სიკვდილის ყველაზე მთავარი მიზეზი არის გულის დაავადებები და გულის დაავადებების ტოპ 3 მიზეზში არის მაღალი ქოლესტერინი, ამიტომ მაღალ ქოლესტერინს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა არის ქოლესტერინი და რაში გვჭირდება საერთოდ? ქოლესტერინი არის ცხიმი, ცვილივით, რომელსაც წარმოქმნის ღვიძლი. და სამნაირი ქოლესტერინი გვაქვს ძირითადად, კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი და სამივეს თავისი ფუნქცია აქვს. ზოგადად ქოლესტერინი საჭიროა რაში გვჭირდება? რაში და უჯრედების მემბრანის შემადგენლობაში შედის და უჯრედის სტაბილურობისთვის ქოლესტერინი აუცილებელია. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი არის, რომ სასქესო ჰორმონების სინთეზისთვის აუცილებელია და D ვიტამინისთვისაც აუცილებელია. ამიტომ ქოლესტერინი თვითონ გვჭირდება, ასევე ნაღლის წარმოქმნისთვის აუცილებელი. დიდი რაოდენობითაა ქოლესტერინი ორგანიზმში. ქოლესტერინის აქვს ასეთი თვისება, შეუძლია შევიდეს სისხლძარღვებში და ჩაჯდეს და გამრავლდეს და წარმოიქმნას ქოლესტერინის ფოლაკი, რომელიც სინამდვილეში დაზიანებაა სისხლძარღვის და ეს დაზიანება გაიზარდოს, რომ გაიზრდება, შემდეგ გაიბიდნება სისხლძარღვი, შემდეგ შევიწროვდება სისხლძარღვი და ბოლოს შეიძლება დაიხშოს მთლიანად და სისხლძარღვის დახშობა ჩვენ ვხედავთ როგორც გულის შეტევას ან ინსულტს და ამიტომ ქოლესტერინი ერთ-ერთი წამყვანია გულის დაავადებებში. რა განსხვავებაა ახლა ხო ვამბობთ რომ სამნაირი ქოლესტერინი გვაქვს, რა მნიშვნელოვანი განსხვავებაა? კარგ ქოლესტერინს აქვს ეგეთი თვისება, რომ აიკრავს სადაც ქოლესტერინია ზედმეტად დაგროვილი და წამოიღებს თავისთვის და ღვიძლში შეიტანს. ღვიძლი მერე ნაღლის მჟავებად აქცევს და გამოვა გარეთ. ცუდ ქოლესტერინს ეგეთი თვისება აქვს, რომ გროვდება სისხლძარღვებზე მაგალითად, ან უჯრედებში შეაქვს ქოლესტერინი და ძალიან ცუდ ქოლესტერინს აქვს, ანუ VLDL ქვია, ანუ ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი და მაგას აქვს ეგეთი თვისება, რომ დააქვს თან ცხიმი. ანუ ქოლესტერინი კი არ დააქვს, ტრიგლიცერიდები დააქვს თან, მოკლედ სხვა ფორმა დააქვს ცხიმის და ამ ცხიმს რომ დაცლის, მოკლედ მოიშორებს, მე თვითონ გადაიქცევა ცუდ ქოლესტერინად. ანუ წინარე მდგომარეობა აქვს და პრობლემა ის არის, რომ ეგეც ძალიან ცუდია, მოკლედ რა, ადვილად შეიძლება დარჩეს სისხლძარღვებზე და ადვილად შეიძლება გამოიწვიოს აი ქოლესტერინის ფოლაკის წარმოქმნა და ამიტომ ქვია ძალიან ცუდი ქოლესტერინი. მისი მომატება ცუდია ძალიან და მაგიტო. ახლა როგორ ვიგებთ ქოლესტერინი მომატებული ან ნაკლებია, რა არის მან მთავარი კრიტერიუმი? თავარი არის ლიპიდების სპექტრი ან ლიპიდების პანელი, ეგრე ქვია ამ ტესტს, რაც კეთდება და ქოლესტერინის ამ სამ ფრაქციას ზომავენ. საერთო ქოლესტერინი, რომელიც ჯამია, ცუდი, კარგი და ამ ძალიან ცუდი ქოლესტერინების ჯამია, სინამდვილეში საერთო ქოლესტერინი და ამ სამივეს ზომავენ და მეოთხე არის საერთო ჯამი. მეხუთე კიდე ტრიგლიცერიდებსაც ზომავენ ხოლმე და შემდეგ ათეროგენობის ინდექსსაც, ანუ რამდენად რისკია ადამიანს რომ განუვითარდეს გულის დაავადებები. ახლა მთავარი კითხვა იქნება ადამიანის რომ რა იწვევს მაღალ ქოლესტერინს და ხშირად ამბობენ ადამიანები, ჩემსაც უთქვიათ ძალიან ხშირად, რომ აი მე კარგად ვიკვებები, არც რამე ისეთ არ ვაკეთებ, ქოლესტერინი მაინც მაღალი მაქვს, ან ქოლესტერინს ვერ ვიკლებ. რატო? პირველი მიზეზი, ნომერ პირველი მიზეზი არის გენეტიკა და იმიტომ ორი ერთნაირი ადამიანი რო აიღოთ, ერთნაირ პირობებში გაზრდილი, ორივეს სხვადასხვა ქოლესტერინის დონე ექნება, ორივე ერთნაირად რომც იკვებებოდეს. აქაც რატო და იმიტომ რომ გენეტიკური წინასწარ განწყობა ამ ორ ადამიანს განსხვავებული აქვს. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი
მიზეზი არის კვება და აი ამ კვებაზე ვისაუბრებთ ჩვენ დღეს ის საკვები რომელიც უნდა ავიცილოთ თავიდან იმისთვის რომ ქოლესტერინი არ დაგროვდეს და არ მოიმატოს ქოლესტერინმა მესამე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ჭარბიწონა, სიმსუქნე, არააქტიური ცხოვრების წესი, მეოთხე მნიშვნელოვანი მიზეზი არის როცა ადამიანი არ ვარჯიშობს, ფიზიკურად როცა არასაკმარისად აქტიურია და მეხუთე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის მოწევა, რომელიც ასევე ქოლესტერინზე მოქმედებს უარყოფითად. და ახლა ვთქვათ რომელი საკვებია ყველაზე მთავრები, რომლებიც უნდა ავიცილოთ, დავიწყოთ მე-10-დან, ზევიდან და ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და ხშირები უფრო ქვევით შეგხვდება და რასაც ყველაზე მეტად ყურადღება უნდა მივაქციოთ. მე-10 ადგილს იკავებს ტრანსცხიმები. ტრანსცხიმებს სხვა შემთხვევაში პირველ ადგილს მივცემდი, მაგრამ იმდენად ცუდია, ოღონდ ახლა იშვიათია და იმიტომ არის რეგულაციები მსოფლიოში, რომელთაც მარგარინები, მარგარინები იყო მთავარი წყარო ტრანსცხიმების, რითიც ჩვენ რეალურად მით უმეტეს ცოტა ვინც დიდები ვარ, ჩვენი მთელი ბავშვობა ვჭამდით მარგარინი ან რაღაცეებს და რამდენ ტრანსცხიმებს ვიღებდით ღმერთმა იცის. მარგარინი არის ნომერ პირველი წყარო, მაგრამ ახალი რეგულაციებით ტრანსცხიმების დონე უნდა იყოს დაბალი ან 0 და უმეტესად ახლა რასაც აკეთებენ მარგარინებს ტრანსცხიმები აქვს 0 ან ძალიან ცოტა, რაც კარგია. და მაგრამ მაინც ზოგიერთი მარგარინი მაინც შეიცავს რაღაც რაოდენობას. ტრანსცხიმები ჯობია რომ საერთოდ არ ქონდეს არც ერთ ცხიმს, რასაც მივიღებთ, არც ერთ საკვებს, რასაც მივიღებთ. ტრანსცხიმები წარმოიქმნება მაშინაც, როცა რამდენჯერმე ერთი და იგივე ზეთში გააკეთებ საკვებს, რო შეწვავენ ხოლმე ერთ და იგივე ზეთში მაგ დროსაც და ამიტომ უნდა მოერიდოთ. არა მარტო მაგიტო ოქსიდაცია ხდება ცხიმების მაგ დროს და კარცენოგენები წარმოიქმნება მაგიტომაც და ბევრი მავნე ნივთიერება, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ტრანსცხიმები წარმოიქმნება. ტრანსცხიმები რატომ არის ესე საშიში? ორი მთავარი მიზეზი აქვს. ერთი არის, რომ კარგ ქოლესტერინს კარგ ანუ HDL-ს ამცირებს, რატო ამცირებს? აპოლიპოპროტეინი A არის ესეთი, რომლის სინთეზსაც ამცირებს ღვიძლში და რომელიც აუცილებელია კარგი ქოლესტერინისთვის და ეგ რომ მცირდება, კარგი ქოლესტერინიც მცირდება. მეორე მექანიზმი, რითიც ტრანსცხიმები ცუდად მოქმედებს ქოლესტერინზე, არის, რომ ღვიძლში გვაქვს ცუდი ქოლესტერინის რეცეპტორები, რომელიც აღიქვას ამ ცუდ ქოლესტერინს, მიიტაცებს თავისკენ და გაანეიტრალებს. აი მას აკეთებს ღვიძლი. მაგრამ აი ეს ტრანსცხიმები ამ რეცეპტორებს ებრძვის მოკლედ და რეცეპტორების რაოდენობას ამცირებს ღვიძლში. შესაბამისად ღვიძლი ვეღარ ამოიცნობს ამ ცუდ ქოლესტერინს და დაბორიელობს მე სისხლში და მე სისხლძარღვას ბინავს. აი ეგ არის მთავარი, რატომაც ტრანსცხიმები ესე დიდ ცუდ საქმეს აკეთებს და ტრანსცხიმების მიღება მოკლედ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ რა. მაქსიმალურად შემცირება რა იქნება? იქნება გამომცხვარი და აი fast food-ის საკვების მიღების მაქსიმალურად შემცირება, მარგარინები წაიკითხოთ უნდა ეტიკეტზე, რომ ეწეროს ან 0 ტრანსცხიმები, ან საერთოდ ჯობია რომ მარგარინი არ ჭამოს ადამიანმა, ეგაა გამოსავალი. შემდეგი მნიშვნელოვანი რასაც ვიტყოდი არის აი სოსისები და ეგეთი ხორცეული, რომელიც არის დამუშავებული ხორცეული, როგორც წესი დიდი რაოდენობით შეიცავს მოკლედ ცხიმებს და შეიცავს ნაჯერ ცხიმებს და თვითონ სოსისებს, ძეხვეულს და ეგეთს პროცესიც მაგათი არის ისე რომ ცხიმებისგან კეთდება დიდ წილად, ანუ ბევრ ცხიმებს ყრიან შიგნით და თუ ისე რასაც უყურებ ხორცს იმ ცხიმებს არ შეჭამდი, იქ ჩაყრილია ყველაფერი მოკლედ და დიდი რაოდენობით ცხიმებს იღებ და ნაჯერი ცხიმების მთავარი პრობლემაც ეგ არის, რომ ღვიძლში როგორც ტრანსცხიმები ამცირებენ იმ რეცეპტორების რაოდენობას, რომელიც პასუხისმგებელია ცუდი
ქოლესტერინის გაფილტრაზე და შემდეგ როცა ეს რეცეპტორები ცოტა გვაქვს, ორგანიზმი ვეღარ ფილტრავს ამ ცუდ ქოლესტერინს, ამიტომ ნაჯერი ცხიმები მიიჩნევა ძალიან ცუდად. თვითონ ქოლესტერინის მიღება ჯობია ნაჯერი ცხიმების მიღებას, ანუ ქოლესტერინის მიღებას უფრო ცოტა გავლენა აქვს ორგანიზმზე, ვიდრე ნაჯერი ცხიმების მიღებას. ამიტომ ნაჯერ ცხიმებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ადამიანი, ამიტომ დამუშავებული ხორცი ნებისმიერი ფორმით, თუ ძალიან სანდოა და იცით რომ ძალიან ცოტა ცხიმებს შეიცავს, შეიძლება ეგეთი, მაგრამ დიდად მე არ მეგულება ეგეთი ხორცეული, რომელიც თან ხარისხში იქნება დარწმუნებული და თან ნაჯერი ცხიმები ცოტა ექნება. შემდეგი მნიშვნელოვანი საკვები, რომელსაც უნდა მოერიდო თუ ქოლესტერინზე ღელავ არის რძის პროდუქტები. რძის პროდუქტები არის ცოტა ორაზროვანი. ახლა რომ გასაგებად რატო? იმიტომ რომ თუ ადამიანი გეტყვის რომ რძის პროდუქტები, მაშინ შენ გაქვს კითხვა რომ რძეც და რძე ერთი ჭიქა რძეც მაგალითად დღეში ცუდია? თუ ერთი ნაჭერი ყველი დღეში ცუდია? თუ ნაღებია ცუდი, თუ რა არის ცუდი რძის პროდუქტებიდან? რძე თვითონ ნაჯერ ცხიმებს შეიცავს, ნაჯერი ცხიმები ცუდია, მაგრამ კვლევებით დასტურდება მაგალითად რომ ადამიანები, რომლებიც იღებენ რძეს დღეში ერთ ჭიქას, იმათზე არ მოქმედებს ქოლესტერინის, ანუ ქოლესტერინის ზევით არ წევს. მეტიც ადამიანები, რომლებიც იღებენ ყველს დღეში დაახლოებით 30 გრამს, ზოგი კვლევა არის 80 გრამსაც ადამიანები, რომლებიც იღებენ, არ მოქმედებს ქოლესტერინზე ცუდად და მაშინ რატო თუ ნაჯერი ცხიმები ცუდია, რძის პროდუქტები ცუდია და მაინც ქოლესტერინის არ წევენ ზევით, რატო? იმიტომ რომ ეძახიან ხოლმე აი რძის მატრიქსს ან მთელი მატრიცა აქვთ, ესე ვთქვათ, სხვა ნივთიერებების რძესაც და ყველსაც მაგალითად არის ცილა კაზეინი, კალციუმის მაღალი შემადგენლობა, სპეციფიური ცხიმოვანი მჟავები, პრობიოტიკები ზოგ შემთხვევაში, რომლებიც სინამდვილეში ეხმარება ქოლესტერინის დაწევაშიც კი. მაგალითად კალციუმი უკავშირდება ქოლესტერინს და წარმოქმნის მარილებს, ეს მარილები აღარ შეიწოვება და განავლის სახით გამოდის გარეთ. ანუ არ არის ეგეთი ცუდი რძის მიღება პირიქით და თუნდაც ყველის მიღება ზოგ შემთხვევაში კარგია, მაგრამ უფრო მეტად რძის პროდუქტებში რომ ვამბობთ, ერთი ვგულისხმობთ ზომას, მაგალითად დადგენილია რომ თუ კი ორ ჭიქაზე მეტ რძეს ვსვავ დღის განმავლობაში, ქოლესტერინზე მოქმედებს, ყველიც მოქმედებს ქოლესტერინზე, თუ დიდი რაოდენობით იღებს ადამიანი, ანუ რაოდენობას გააჩნია და აქვს მნიშვნელობა, ასევე ნაღები. მაგალითისთვის თუ კი რძეს დაახლოებით 3.2% აქვს ცხიმის შემცველობა და ნაჯერი ცხიმი იქიდან ნახევარია. უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 5 გრამამდე ნაჯერ ცხიმს იღებ ერთი ჭიქა რძით. იდეალურია რომ დაახლოებით 10 გრამზე ნაკლები მიიღო ნაჯერი ცხიმი დღის განმავლობაში. ანუ 2 ჭიქა რძე არის მაქსიმუმი, რაც ნაჯერი ცხიმები დღის განმავლობაში გჭირდება და საკმარისია თუ კი ქოლესტერინზე ღელავ, მაგრამ ნაჯერ ცხიმებს ხომ სხვა რაღაცეებისგანაც იღებ დღის განმავლობაში, სხვა საკვებისგანაც, შეიძლება კარაქის შემცველი გამომცვა რაღაცეებს ჭამ და ასე. ანუ ნაჯერ ცხიმებს ჯამში სხვა რაღაცეებისგანაც იღებ და იქ ერთი ჭიქა რძე, 2 ნაჭერი ყველი და კარაქი და ხორცი და ასე რომ ემატება ერთმანეთს ჯამში, დიდი რაოდენობით ნაჯერი ცხიმები გამოდის. ამიტომ თვითონ რძის მიღება ერთი ჭიქის პრობლემას არ წარმოადგენს, არც 2 ნაჭერი ყველის ჭამა არ წარმოადგენს პრობლემას და არც იოგურტი ცალ-ცალკე, მაგრამ თუ კი დიდი რაოდენობით იღებს ადამიანი, ჯამში ქოლესტერინზე მოქმედებს. და ეგეც დადგენილია, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ აი ესე ნაჯერ ცხიმებს რძის პროდუქტების სახით და ბოლოს შეწყვიტეს მათი მიღება და ჩაანაცვლეს უჯერი ცხიმებით, მაგალითად თხილეულობით და მაგალითად ზეითუნის ზეთით, ავოკადოთი და ესეთი სასარგებლო ცხიმებით, ამ ადამიანებს გაუმჯობესდათ ქოლესტერინის პროფილი. ანუ გინდა ესე ვთქვათ და გინდა ისე ვთქვათ, ჯამში აქვს მოკლედ მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ კვლევები კონტროვერსულია, მიუხედავად იმისა, რომ კვლევები გვეუბნება, რომ ერთი ჭიქა რძე დღეში ჯანსაღია და არაფერს არ აშავებს.
შემდეგებს ვიტყოდი შემწვარ ქათამს და შემწვარ კარტოფილის ჩიფსებს განსაკუთრებით. ნუ სახში შემწვარ კარტოფილის კიდე არა უშავს, მაგრამ ჩიფსები მით უმეტეს არ არის სასურველი. ეხლა შემწვარ ქათამში რა პრობლემაა? თვითონ ქათამი ცხიმებსაც შეიცავს, ნაჯერ ცხიმებსაც და ქოლესტერინის შეიცავს განსაკუთრებით ქათმის კანი. ქოლესტერინი თვითონ როგორც თქვით დიდი არაფერი პრობლემა არა ქოლესტერინის ჭამა თუ ცოტა შეჭამა. იმიტომ რომ მაგას ორგანიზმი არ რეგულირებს, მოკლედ შეიძლება ქოლესტერინი ჭამო, მაგრამ ქოლესტერინმა არ მოიმატოს. იმიტომ რომ ორგანიზმს აქვს ეგეთი ფუნქცია, რომ ქოლესტერინის წარმოქმნა არ რეგულიროს. ამიტომ ნაჯერ ცხიმებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ქოლესტერინის მიღებას. რა თქმა უნდა, გონიურ საზღვრებზეა საუბარი. და ქათმის შემთხვევაში ერთი რომ ნაჯერ ცხიმებსაც იღებ და ქოლესტერინსაც იღებ, ანუ ორმაგი დარტყმა უარყოფითი, ამიტომ ქათამს მაინც ჯობია რომ კანგაცლი და მოხარშული თუ არა და შეიძლება შემწვარიც, მაგრამ კანის გარშე სასურველია მიიღო რაც შეიძლება ნაკლები ცხიმები. მეორეს მხრივ კარტოფილს რაც შეეხება, ფრის რაც შეეხება, მან რაშია საქმე? როგორც წესი ამ ფრის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე წვავენ და მან წარმოიქმნება ტრანსცხიმები და მან საზიანოა, მოკლედ ეგ ცხიმები ორგანიზმისთვის, ცხიმის წვა და არაფერი რო ვთქვათ კარტოფილზე, რომელიც ძალიან არაჯანსაღია, თუ სიჯანსაღის კუთხით მიუდგებით. შესაბამისად მაინც ტოპ უარყოფით საკვებში გადის მოკლედ შემწვარი კარტოფილი, გინდა ესე ვთქვათ და გინდა ისე. შემდეგი საკვები არის კვერცხი. კვერცხზეც ახლა მე მინახია გამოდიან ხოლმე ეს აი ტრენერები და ეგეთი ხალხი რო არის და მოილაგებენ კვერცხს და ჭამენ ძალიან ბევრს მოკლედ და ზოგი დღეში 10 კვერცხს ჭამს ან 5 კვერცხს და 5 ცილას და ასე. და ან როგორც ჯანსაღი საკვების ლოგიკა ახლა რაშია? ერთი კვერცხი, ნუ შეიცავს ქოლესტერინს, განსაკუთრებით ყვითელი რაც აგული, მაგრამ დიდი პრობლემა ეგ არ არის. როგორც ვთქვით, ანუ ქოლესტერინი უფრო ნაკლები პრობლემაა ორგანიზმის ქოლესტერინს თუ მიიღებ, ვიდრე ნაჯერ ცხიმებს თუ მიიღებ, ანუ ნაჯერი ცხიმები უფრო დიდი პრობლემაა. ამიტომ ვინც ვარჯიშობს, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც დიდ ენერგიას ხარჯავენ და ბევრი ცილები ჭირდებათ, რა თქმა უნდა, მათთვის კვერცხი ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია და მათ ვერ გავაკრიტიკებ, თუ კი თავის ქოლესტერინს აკონტროლებენ. მეტიც არის კვლევები, რომლის მიხედვითაც აი ეს კვერცხიდან მიღებული ქოლესტერინი ზოგ ადამიანში არ მატებს ქოლესტერინის დონეს, მაგრამ ზოგში მატებს. და მეტიც თითო კვერცხი დაახლოებით 5 მგ დეცilitrით მატებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და თუ ახლა 5 კვერცხს შეჭამს ადამიანი და 25-ით მოუმატებს ქოლესტერინის დონეს ან მეტით, ეგ არ არის კარგი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ რამდენია ქოლესტერინის ნორმა და რა მიიჩნევა ნორმად, 200 ქვევით არის ოპტიმალური რო იყოს და ცუდი ქოლესტერინი, ანუ LDL-ი ოპტიმალურია რო იყოს 100 ქვევით. ოღონდ იმებში თვითონ ლაბორატორიის ანალიზებში ზოგჯერ ნორმა წერია 160, ხო, 160 ზოგი ადამიანისთვის შეიძლება იყოს ნორმა, მაგრამ ოპტიმალურია ჯამში თუ გვინდა რომ რაც შეიძლება დაბალი რისკი ქონდეს გულის დაავადებას, 100 ქვევით უნდა იყოს განსაკუთრებით თუ ადამიანს რისკ ფაქტორები აქვს, დიაბეტი თუ აქვს, მაღალი წნევა თუ აქვს. ამიტომ მოკლედ უნდა იზრუნოთ ქოლესტერინზე. კვერცხს რაც შეეხება, კვერცხზე ნუ ერთი კვერცხი დღეში პრობლემა არ არის. თუ მეტს იღებთ, აი თუ ვარჯიშობთ და ესე და დღეში 3, 4 ან 5 კვერცხი და რაღაც, მაშინ აუცილებლად გადამოწმეთ ქოლესტერინი. თქვენს ქოლესტერინზე როგორ მოქმედებს კვერცხი მნიშვნელოვანია, მაგის მიხედვით შესაძლებელია მიღება. შემდეგ საკვებს ვიტყოდი გამომცხვარი რაღაცეები. გამომცხვარში ვგულისხმობ პირდაპირ გაგებით საცხობის პროდუქტები, მათ შორის ვთქვათ ფუნთუშები, პიცა, ნამცხრები და ასე. პრობლემა რაშია? პრობლემა იმაში, რომ როგორც წესი გაძეძგილია ეგენი კარაქით, კარაქი ნაჯერი ცხიმებია, ნაჯერი ცხიმები ცუდია. მოკლედ უზარმაზარი დავა იყო ამ კარაქთან დაკავშირებით, მეც მაქვს ვიდეოები, ზოგჯერ იყო პოზიცია
პოზიცია, რომ კარაქი გულის დაავადების რისკს ზრდის, მე იყო პოზიცია, რომ არ ზრდის, მე იყო რომ ისევ ზრდის და მოკლედ მან ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები. საბოლოო ჯამში ეხლა გინდება მოკლედ რომ ქოლესტერინისთვის კარგი არ არის. ანუ სიკვდილიანობაზე საკამათოა რამდენად მოქმედებს ადამიანის სიკვდილიანობაზე ეს ნაჯერი ცხიმები და კარაქის მიღება, მაგრამ ქოლესტერინისთვის გინდება რომ არ არის კარგი და კარაქის მიღება ხო ცოტა შეიძლება, მაგრამ საქმე იმაშია რომ აი საცხო პროდუქციაში ცოტას ვერ საზღვრავ, იმიტომ რომ თუ ყოველდღე ჭამ და ბევრ ჭამ, მაშინ აღარ გამოდის ცოტა და ამიტომ რომ საცხობის პროდუქციას ჯობია რომ მოერიდო, რადგან გაძეძგილია კაი შემთხვევაში კარაქით და ცუდ შემთხვევაში კიდე არ მარტო ნაჯერი ცხიმებით, არამედ ტრანსცხიმებითაც, რომელიც ასევე ძალიან ცუდია. შემდეგ საკვებად დავასახელებდი fast food-ების საკვებს. Fast food-ების რაც არ უნდა იყოს, მოკლედ, როგორც წესი, უამრავი ცხიმი აქვს. ანუ თუ რაღაცა გემრიელია, ძალიან ბევრი ცხიმი აქვს იმას. ან ძალიან ტკბილია, ან ძალიან ბევრი ცხიმი აქვს. ორივე ძალიან ცუდია. ის იდეაც რომ მაგალითად აი ცხიმიანი საკვები, ტკბილიანი საკვები ჩავანაცვლოთ, ეგეც არაა კაი, რადგან ინსულინ რეზისტენტობას აუარესებს და ინსულინ რეზისტენტობა კიდე ქოლესტერინის დონის მომატებას ხელს უწყობს. ამიტომ მოკლედ არ არის ის იდეა სწორი რომ ჩავამატოთ ჯანსაღი ტკბილით, მაგალითად რომ ვთქვა, რომ ეს უფრო ჯანსაღი იქნება, არ არის ეგრე. ხო, ნუ თუ მართლა ჯანსაღი ტკბილი იქნება, როგორც ვთქვა, ხილია, ხილი კაია, ხილი ჩანაცვლება შეიძლება ბევრი რამით, მაგრამ აი ესე რომ ვთქვა საცხობის ცხიმიანი პროდუქცია ჩავანაცვლოთ უბრალოდ ტკბილით, ეგ არ არის სწორი. რაც შეეხება fast food-ებს, მოკლედ ვერაფერს ვერ გაუწევდი რეკომენდაციას, გამომდინარე იქიდან, რომ მათი 90% არის ძალიან დიდი რაოდენობით ან ცხიმით, ან შაქრით, ან ორივეთი ერთად და ქოლესტერინისთვის არის ნაღმი, მოკლედ ეგ ყველაფერი. შემდეგი რასაც ვიტყოდი, ცხიმები და ცხიმებთან არის სიფრთხილე საჭირო და ორაზროვანი დამოკიდებულება კიდე. ეხლა რაშია საქმე? მარგარინზე ვთქვით, რომ აი ტრანსცხიმებს შეიცავს ბევრი მარგარინი. კითხვა არის ხოლმე, რომ ზეთი როგორაა? აი ზეთი საუბარია მზესუმძირის ზეთზე არ შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, კარგია, ან ქოლესტერინის მიმართ ნეიტრალურად ითვლება, მოკლედ შეიძლება მცირედ პოზიტიური გავლენაც ჰქონდეს, მაგრამ შემწვარს მაინც უნდა მოერიდოთ, ან მის მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებას უნდა მოერიდოთ. აი ეგ არის, რასაც მზესუმძირის ზეთზე ვიტყოდი. თორე პირდაპირ ქოლესტერინზე ცუდად არ მოქმედებს, როგორც წესი, ზომიერების ფარგლებში ასევე. არაქი ცუდად მოქმედებს ქოლესტერინზე, პალმის ზეთი ცუდად მოქმედებს ქოლესტერინზე და ეს ტროპიკული მცენარეების ზეთი რაც არის, მოკლედ მიიჩნევა, რომ ქოქოსის ზეთიც და პალმის ზეთიც ორივე ნაჯერ ცხიმებს შეიცავს და მაგიტოა აი ეს შოკოლადები და ეგეთი შოკოლადებივით რაღაცები რაც არის, ხშირად არის პალმის ზეთით დამზადებული და ქოქოსის ზეთით დამზადებული, რაც დიდი რაოდენობით შეიცავს ნაჯერ ცხიმებს და რაც ქოლესტერინის დონის მომატებას იწვევს და რაც ცუდია. რაც შეეხება ზეითუნისას, კარგია, რადგან არ შეიცავს ნაჯერ ცხიმებს და ქოლესტერინისთვის არ არის ცუდი. და ბოლოს ნომერ პირველად ვიტყოდი ხორცს, წითელ ხორცს განსაკუთრებით, ხორცს, რომელსაც უჩანს ცხიმები, ანუ ჯერ ძალიან ძნელია რომ თქვა, რომ სრულიად უცხიმო ხორცს შევჭამ, რადგან თვითონ კუნთშიც არის ცხიმი, მაგალითად გინახიათ ალბათ იმ ღორის ხორცში, რომ თვითონ ხორცში, წითელ ხორცშიც არის ცხიმი, ამიტომ ნებისმიერი ხორცი განსაკუთრებით შემწვარი დიდი რისკის მატარებელია, რომ დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმებს შეიცავდეს და გულისთვის და ქოლესტერინისთვის ცუდია, ამიტომ მე მოვერიდებოდი თუ განსაკუთრებით თუ ადამიანს რისკები აქვს. ოღონდ აი მაგალითად ქათმის თეთრი ხორცი არა, ეგ არ არის ხა პრობლემა, მაგრამ ან წითელი ხორცი როგორც წესი არის პრობლემა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გემრიელია,
ქოლესტერინის და ნაჯერი ცხიმების უფრო მეტად, ნაჯერი ცხიმების დიდი კოქტეილია, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს ორგანიზმზე. თუმცა ზოგჯერ კამათობენ ხოლმე მაგ საკითხზე, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, კვლევებით გინდება, რომ ქოლესტერინზე მაინც მოქმედებს უმეტეს შემთხვევაში და უმეტესად ჯობია ადამიანმა აირიდოს თავიდან ხორცის მიღება დიდი რაოდენობით, ზომიერად და ზოგჯერ შესაძლებელია. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. თქვენი სოლიდარობის გამოხატულება ჩემი არხის მიმართ ჩემგან დიდ მადლიერებას იმსახურებს, ეს ერთი და მეორე კიდე დაეხმარებით არხსაც და სხვა ადამიანებსაც, რომ სამედიცინო ინფორმაცია გავრცელდეს და მათთვის სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ ადამიანებმა. მადლობა თქვენი ინტერესისთვის.